აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ის ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას ლას-ვეგასში გამართულ მიტინგზე მხარდაჭერების წინ გამოსვლისას ტრამპა განაცხადა. მიჩვენია შეთანხმებას მივახციოთ, რადგან ადამიანების დახოცვა არ სურს, მაგრამ რაღაც მომენტში მოგვიწევს, აღნიშნა პრეზიდენტი. მე რომ ესე იგი ტრამპის თუ 10 წუთზე მეტია გასული განცხადებიდან უკვე ჯადვალ რომ მოძველებულია და შეიძლება მე-12 წუთს რამე სხვა რამე თქვას აბსოლუტურად განსხვავებული რა. ხო და მანამდე მუქრებოდა გავანადგურებულს. შენ რას ელოდები? ეხა ოფიციალური ინფორმაციით ომანმა და ირანმა გადაწყვიტეს, რომ შეთანხმდნენ გემების გატარებაზე 60 დღიანი სატესტო გატარება გააკეთონ. ეხა ეს 60 დღე მე ცუდად მენიშნა ჯონდი პირდაპირ გეტყვი. 60 დღე სჭირდება გემებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეიარაღება კვლავ ჩაიტანონ რეგიონში. ეს 60 დღე არის დროის მოგება. მანამდე განაცხადეს ამერიკელმა სამხედროებმა, რომ აღარა გვაქვს რაკეტები, გაგვითავდა რაკეტები, უკრაინამ თხოვა რაკეტები, უარი უთხრა ამერიკამ, ჯერ უთხრა რომ ქარხანას მოგცემ შენ თვითონ ააშენეო. ეხა ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ზღაპრებს ყვებიან ამასთან დაკავშირებით. უკრაინაშიც იციან, რომ ზღაპრებს ყვებიან ამაზე. მაგრამ რატომღაც ყველა ამაზე უკრავს ტაშს, რომ აი რაკეტები მალე მიეცემა უკრაინას. ვერ მიეცემა. ამ დროს უკრაინელები თვითონ რასაკეთებენ უყურე? თვითონ უკრაინელები უკვე ხვდებიან და დასავლეთმა მიგვატოვაო ამბობენ ამას. სრული სერიოზულობით და ამტკიცებენ რაში გამოიხატება ეს ყველაფერი. უკრაინა უტევს რუსეთს და ფაქტობრივად პლაჟებს ბომბავს და ვალდბერისის მიმართულებას ამ ლოგისტიკურ ჰაბებს ვალდბერისის ის დრონები, რომლებიც მოსკოვში ფრინდებოდნენ და ანგრევდნენ იქ რაღაცებს, ამ პანცირის სისტემამ დაარეგულირა და მე მგონი აღარ არის. ეხლა გადავიდნენ კერძო ტერორისტულ აქტებზე და იქ სამხედროები ააფეთქეს რესტორანში. ტელეგრამის იყვნებენ. ხო. და ამ ყველაფრის საპასუხოდ რუსეთი კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ეხლა გუშინ წინ მაგალითად რუსებმა უთხრეს ამერიკელებს რომ ჩვენ ვაპირებთ კიევის დაბომბვას. ამერიკელებმა რა თქმა უნდა გადასცეს უკრაინელებს და უკრაინელები ელოდებოდნენ, მაგრამ ესეთ დაბომბვას არ ელოდებოდნენ. თვითონ ხალხი დახოცილია რკინიგზის სადგურებზეც კი, უკვე სამშვიდობო მოსახლეობასაც აღარ ერიდება რუსეთი. სავარაუდოდ ეს კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. აი ამ ორ კონფლიქტზე რო ვილაპარაკოთ ერთად. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ ციფრებით, რაც აჩვენებს რამდენად 5 წუთი კიდე დაგვიმატეთ რა თუ შეიძლება. რამდენად შეუძლია შეერთებულ შტატებს მიაწოდოს უკრაინას ან სპარსეთის ყურის შეიტანოს რაკეტო სისტემები, ხო? შეერთებული შტატები მოიღე ოფიციალური მონაცემები წელიწადში ამზადებს ანტისარაკეტო სისტემიდან SM-3-ს 93 რაკეტას ერთი წლის განმავლობაში. SM-6 125 რაკეტას. პაქტ-3 ამას ითხოვს ახლა უკრაინა 600 რაკეტას. და ტატის ეს რაკეტები ყველაზე უკეთესად იჭერს რუსულ ბალისტიკას 96 წლის განმავლობაში. და ირანი რამდენს ამზადებს, ნახე? შემტევს ანტისარაკეტო სისტემას არ აქვს ირანს, ამას რუსები აწვდიან, ნუ რუსები გითხარი ხო? მთელი შტატები და მთელი ნატოს ქვეყნები ყველა ერთად რასაც აწარმოებს ანტისარაკეტო სისტემას ომის დასაწყისში აწარმოებდა რუსეთი 8-ჯერ უფრო მეც და ეხლა თუ არ ვცდებით 11-15 ჯერ ანუ თვითონ იმან თქვა რომ ზალუჟნიმ კი არა ხო ზალუჟნიმ თქვა რომ რუსეთს ვერ დაეწევიან 12 წლის განმავლობაში ნატოს ყველა ქვეყანა ერთად აღებული რუსეთის ნახევარი მაინც რო გავხდეს თო ხო 12 წელში ხო კი ბატონო ხო ზუსტად მახსოვს ეგ ახლა ირანი რამდენს ამზადებს 3000 დრონს ერთ წელიწადში და 3600-ს ბალისტიკურ რაკეტას. ანუ პაუზა 60 დღიანი ვის სასარგებლოდ მუშაობს? რა თქმა უნდა, ირანის სასარგებლოდ. რამდენად რო დაიწყო უკრაინის ომი 100 რაკეტა რო გაისროლა რუსეთმა, 100 რაკეტა რო გაისროლა, ეს იყო რაო დაინგრა უკრაინაო და მთელი ამბავი იყო. ყოველდღიურად რუსეთი ისრის
ჯამში ბალისტიკას და დრონებს ერთად 700, 800, 1000-მდე და უკრაინა აქეთ 500, 600, 700 არც ნაკლებს, ცოტა ნაკლებს რა მოკლედ რა. აი რამდენად სამხედრო სამომწოდო კომპლექსი ამოიქოქა. ოღონდ უკრაინის მხრიდან მხოლოდ დრონებზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ბალისტიკა ძალიან ცოტა აქვს უკრაინას. პრინციპში არა აქვს რა, მოდი ესე ვთქვა რა. ერთი ფლამინგო აქვს და ეს ფლამინგოს ისინი გაანადგურეს ამათ. ანუ გამოვიყენებ მირშაიმერის კი არა ერთ-ერთი პოლიტოლოგის ინტერვიუ იყო ტაკერ კარლსონთან ვერ ვიხსენებ ახლა გვარს შეიძლება გამახსენდეს რომ უბრალოდ მათემატიკა არის შეერთებული შტატების წინააღმდეგო. აი მათემატიკა ამათ წინააღმდეგ რა. ამ ახლა მე ფასები ესე იგი ის ერთი TAT-3 800 იტყოს პეტრიოტის რაკეტა ხო? TAT-3 ქვია მაგას. PAC-3. ეს ჯდება $4 მილიონი. და ირანის ერთი დრონი ჯდება $20,000. რუსებს დაახეთ კიდე უფრო იაფ 15,000-დან 25,000-მდე უჯდებათ ეს დრონები და ბალისტიკური რაკეტები არ ვიცი, მაგრამ ნუ მეათედი ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების. ანუ განსხვავება არის დაახლოებით რომ გადავთვალე 151-თან. რომელ ეკონომიკას შეუძლია? ანუ უგებენ რუსები არა მხოლოდ ტექნოლოგიით, არა მხოლოდ რუსული მებრძოლის სულით და რაღაცა იმით რა ქვია. შესაძლოა ეკონომიკებით უგებენ. 150-ჯერ მეტი უჯდება კოლექტურ დასავლეთს რუსეთთან ომი სარაკეტო სისტემების ნაწილში. ახლა აღარ ლაპარაკობ, ქვემეხების ახლა აღარ ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ქვემეხების ესე იგი ჭურვები ხო? სნარიადი როგორ ჭურვი ხო? ჭურვი რუსული რო ჯდებოდა $250 და მე გაძვიდა $500 დავიდა, $3,500 ხირდა ამერიკელები და ნატოს წევრი ქვეყნები რო აწვდნენ. ამას და მე 6,000-5,000-მდე ავიდა. როგორ უნდა ეს ხო ეკონომიკაა ყველაფერი. როგორ უნდა ებრძოლოდა ის სისტემა, ასეთ სისტემა ერთ ჭურს არ გაგიკეთებენ თუ იმან ეს $5,000 არ მოიგო. კაპიტალისტური სისტემაა. ეგრეა. რუსეთშიც კაპიტალისტური სისტემაა, ოღონდ ხო, მაგრამ კერძო ბიზნესმენები ჩართეს მაგაში. კი. და ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტმა კერძო ბიზნესმა მიიღოს მონაწილეობა, უზარმაზარ მოგებას ნახულობს, სახელმწიფო ყიდულობს. გეთახმები, კი. ამაზე სხვათა შორის დიდი ისე აქვს, რა ქვია, რუს პატრიოტები როგორც თავის ეძახიან და რუსი ლიბერალების შორის არის ძალიან სერიოზული ანტაგონიზმი. და განსაკუთრებით შეტევა მეაქვთ ეროვნული ბანკის და ანუ ეკონომიკური ბლოკის სტრატეგიაზე. იგივე სტრატეგია აქვს საქართველოში. საქართველოს ეკონომიკურ ბლოკს, რომელიც აი რეფინანსირების კოეფიციენტი მაღალი, ფული რო ძვირია მოკლედ რა. და ამას ასაბუთებენ იმით, რომ ინფლაცია რო არ გაექცედა. ეს არ არის სწორი დასაბუთება. ფულადი მასის ბაზარზე გამოვარდნა იწევს ინფლაციას, მაშინ თუ კი ამას უბრალოდ დაარიგებდა რესტორნებში დაიხარჯება. მაგრამ თუ კი ფულადი მასა გამოდის ფინანსურ ბაზარზე, ამის მერე ეს იდება კონკრეტულ წარმოებაში და ამის უზრუნველყოფა ხდება პროდუქციით, მაშინ ეს ფასების ზრდა არ ხდება უბრალოდ და ინფლაცია არ მიდის. ეს ეკონომიკის სიჩქარეს უმატებს. როგორ ფიქრობ, ჯონდი, თვითონ ის ფაქტი, რომ თვითონ ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უკვე უკრაინა, რუსები აღარ ერიდებიან არაფერს. პირდაპირ ამერიკულ ქარხნებს ურტყამენ, პირდაპირ უკვე აღარ ერიდებიან სამხედრო ობიექტია თუ არ არის სამხედრო ობიექტი, ყველაფერს ბომბავენ უკვე. ეს გამოიწვევს თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების დესტაბილიზაციას. იცი რა არის აბსოლუტურად გეთახმების შეფასებაში. მოდი ესე ვიტყვი, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა და უკრაინამ აიძულა პუტინი უარი თქვას თეთრხელთათმანებზე. ჯერ მაინც ეს სრულად არ არის გადასული, მაგრამ არხიდების და იმის რაღაცების აფეთქება არ ვიცი, მაგრამ აქ თავის ლოგიკა აქვს, ეს მე ხო ჩვენ უნდა დაგვრჩესო ისახიან და ვერ ჩვენი ასაშენებელი იქნებაო.
მაგრამ გეთანხმებით რომ რუსებმა უკვე დაიწყეს ესე იგი უფრო რეალისტური ომის წარმოება და ეს იყო იძულებითი ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და ეს იძულება მოდის პირველ რიგში რუსული საზოგადოებისგან სამხედრო და პოლიტიკური ელიტისგან და ეს ამათ რო ეგონათ რომ ეს ნავთო ბაზებს რო შეუტიეს თუ გახსოვს ნავთო განამამუშავების სადგურებს და ეს რო იფიქრეს რომ ხალხი გამოსვიდებოდა ქუჩაში და პუტინის ომის დამთავრებას მოთხოვდა მაშინ გითხარი მე რომ კაპიტალისტის ტვინი გერმანელი ბურგერის ტვინი რომელსაც თუ რაღაცა იზარალა ოპ უცებ აყვირდება რომ აღარ გვინდა და რუსის ტვინი გონიათ რომ რუსის იგივე არა პირიქით რუსი გამოვარდა თქვა რომ გადაუაროთ ამათ ანუ შეწყვიტე ომი კი არ თქვა პირიქით აი ეს შედეგი გამოიწვიეს რა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა 54 დაშავდა ნამდვილი ტერორი უკრაინას ახლავე სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა ყოველი მოგერიებული რაკეტა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს ერთადერთი ენა რომელიც კრემლს ესმის ძალა მსოფლიომ უნდა გააზარდოს ეწოლა რუსეთზე და აიძულოს ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს მანამდე განაცხადა ლავროვმა რომ ჩვენ დავამთავრეთ დასავლეთთან ყოველგვარი მოლაპარაკება როგორ ფიქრობ მოლაპარაკება შედგება თუ არა იცი რა არის მოლაპარაკებები ჰიტლერსა და ჩერჩილსა და სტალინის შორის მუდამ მიდიოდა. რაღაც ხაზი ყოველთვის არსებობს და რაღაცა იქნება შენარჩუნებული. მაგრამ რუსები სავარაუდოდ აი ამ რაღაცა წყლის ნაყვით გართობას აღარ აპირებენ. მე ესე ვხედავ. თუმცა მაინც მგონია რომ კუშნერს და ვიტკოფს ერთი მიღება მიიღებენ. კუშნერი და ვიტკოფი მთელი გული და სულით იყო დაინტერესებული უკრაინის ომის ჩახურვით და რატომ? იმიტომ რომ უნდათ ამერიკული პოტენციალის ისრაელში გადატანა, ხო, იქ სპარსეთის ყურეში გადატანა და მათ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მიმართულება ჰქონდათ რა, ერთი რომ ერთად აეთვისებინათ ეს ოდესა და ოდესის ოლქი და იქ თავიანთი მიმართულებაში იქნათ ეს ერთი და მეორე იქ ღაზას სექტორის ათვისებაზე ხო ლიტვის და ასეთი ჭუაგარისხილი მინისტრების განსხვავებით მათემატიკა ეს ჩინეთს რო ემუქრება ხო იცი ხო გაიგე ჩინეთს რო დაემუქრა ხო რომელიაგა აი მარკუს ცახ ხო ესტონეთის ბლოკადას გამოუცხადებს ხო ჩვენ რო გამოუცხადეთ რუსეთს ბლოკადა კირგიზა რო გადავკეთეთ გუშინ ზელენსკი სოციალურ ქსელში სასწორკვეთით წერდა სამწუხაროდ პარტნიორებისგან ანტიბალისტიკური საშუალებების მიწოდება წელს მნიშვნელოვნად შემცირდა საჰაერო თავდაცვის მოწოდებული რაკეტების რაოდენობა 2025 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა ეს ეხება არა მხოლოდ ამ ზაფხულის პერიოდს არამედ 26 წლის პირველ ნახევრის ყველა ეტაპს ჩვენ პარტნიორებს რაკეტები ნამდვილად აქვს მნიშვნელოვანია რომ მომარაგების წარმოების პროცესების დაჩქარების შესახებ საბოლოოდ მიიღონ აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის წარმოების უკრაინაში ლოკალიზების შესახებ. ომის გაჭიანურების ფასი აგრესორისთვის კვლავ გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ რუსეთისათვის დაწესებულმა სანქციებმა გაამყაროს ჩვენი შორმანძილზე მოქმედი საშუალებების ეფექტი. ამას გადაწყვეტილების მიღებ ქვეყნებთან განვიხილავთ. აი ჯონდი უყურე, როგორი სიტუაცია უკრაინაში? ხა მეტნაკლებად ინფორმაცია მაქვს იქიდან რაც ხდება. ვიცი. ეს ფეოდოროვი დავის მომხრე ახალგაზრდობას ძალიან აქტიურებს. აქციები არ წყდება უკრაინაში ფეოდოროვის დაბრუნების. თან აიტი ზელენსკი ვითომ დანიშნა დრაპატიდას ეს ხმარა ეს თავდაცვის მინისტრი ეს შეერაღებული ძალების. მაგრამ ძალიან გააქტიურდა ზალუჟნი და ძალიან გააქტიურდა ფეოდოროვი. ხომ არ ხედავ რომ უკვე საარჩევნო კამპანია დაიწყო პრეზიდენტობის, ეხლა ზელენსკი ვერ იქნება პრეზიდენტი გამორიცხულია, ან ფეოდოროვი უნდა გახდეს პრეზიდენტი, ან ზალუჟნი. ორი კანდიდატურა გამოკვეთილი. ერთი აშკარად როგორც ჩანს აკაცუკური მიმდინარეობის ფეოდოროვია, რომელიც სოროსული მიმდინარეობის არის და მეორე ზალუჟნი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უჭერს მხარს და რაღაც ისეთ განცხადებებს აკეთებს
და ახლობულს ვითომ რეალობასთან. მაგრამ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? ძალიან მოკლედ უნდა თქვა. საარჩევნო კი წინა საარჩევნო კამპანიას. ანუ ახლა მიმდინარეობს კამპანია ზელენსკის იზოლების რომ ზელენსკიმ ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები და დღეს ახლა ყველა ჰაერები ჭირდება ზელენსკის გადამუშავებული კომპრომიტირებული რეპუტაცია შელახული პრეზიდენტის მოშორება და ახალი კადრის გაჩენის რომელიც თავისუფალი იქნება ძველი ცოდვებისაგან მოდი ესე ვთქვა და ექნება უნარი ახალი გადაწყვეტილებების მიღების ომის გაჩერება უნდათ ომის გაჩერება უნდათ მაქსიმალურად ისე რომ სახე შეინარჩუნონ თუმცა არ მგონია რუსებმა ამის საშუალება მისცენ რომ სახე შენარჩუნებულად გავიდნენ ამ ომიდან გასაგები მადლობა ჯონდი დღევანდელი გადაცემა რეალური პოლიტიკის ამით იმორჩა თუმცა მე 3 საათზე კვლავ დაგიბრუნდებით მაქსიმ შევჩენკოსთან ერთად დღეს 4